მიანმარში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ საგაინიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა. 28 მარტს ადგილობრივი დროით დღის პირველი საათისთვის მომხდარი მიწისძვრიდან დაახლოებით 12 წუთის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა კიდევ ერთი 6.4 მაგნიტუდის ბიძგი დააფიქსირა. დანგრეულია სახლები და სხვა შენობები, ხიდები და გზები. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიწისძვრამ გრევა გამოიწვია მიანმარის მეზობელი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკშიც. ტურისტები დროებით ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ. მე იმ შენობაში ვიმყოფებოდი, ჩემს უკან რომ არის. სავაჭრო ცენტრში ვიყავი, კამერის ყიდვა მინდოდა. მოულოდნელად კი შენობამ ყევა დაიწყო. ხალხმა მაშინვე კივილი დაიწყო, ყველა პანიკაში ჩავარდა. თავიდან სიმშვიდეს ვინ არჩუნებდი, მაგრამ შემდეგ რყევები გაძლიერდა. ხალხი ესკალატორზე საწინააღმდეგო მიმართულებით ჩარბოდა. გრევისა და ყვირილის ხმა ისმოდა. სავაჭრო ცენტრიდან გამოსვლა მოუახერხე და შემდეგ შენობას შორიდან რომ შევხედე, მივხვდი რომ ის მართლაც ძლიერად ირყეოდა. ირგვლივ მტვერი და ნანგრევები იყო. რესტორანში ვიყავი და ხალხს ვესაუბრებოდი, როცა გარკვეული სახის რყევა ვიგზენით, თუმცა შენობაში არაფერი მოძრაობდა. თუმცა მოულოდნელად ყველა გარეთ გაცვიოდა და პანიკაში ჩავარდა. ამან სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. ქუჩაში გამოვედი და დავინახე შენობა როგორ ირწეოდა აქეთ-იქით. აი ზუსტად ამ მომენტში ძალიან შემეშინდა. ბანგკოკში ჩამოიგრა მშენებარე შენობა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით დაიღუპა 1 დაშავდა 50-მდე ადამიანი. მედია საშუალებების ცნობით ნანგრევებში მოყვა ათეულობით მუშა.